მოკლედ. დღეს GDS-ის ეთერში 9 საათზე საღამოს დიდი პრემიერის დრო არის, იმიტომ რომ პირველად გავა სერიალი პანიკის გარეშე, რომლის რეჟისორი ერთ-ერთი უბრალოდ ეხა ჩვენი სტუმარი არის გიორგი ქობალია და წარმოგიდგენთ იმ მცირე შემადგენლობას ამ დიდი სერიალისა, რომელსაც ყოველდღიურად ნახავს მაყურებელი და კვირაში ერთხელ ნახავს. ყოველ ოთხშაბათს ნახავს მაყურებელი, ხო. დავიწყოთ ესე იგი ღალთმიანი მშვენიერი გოგონები არიან მსახიობი ქეთა შათირიშვილი და პატარა სოფო ჩაგელიშვილი. მთავარი როლის შემსრულებელი გიორგი გიორგანაშვილი, გოგა ბარბაქაძე, რეჟისორი უკვე წარვადგინეთ და სცენარისტები ძალიან მიხარია რომ ალექსი დღეს პირველად მე მგონი უკვე სტუმრის სტატუსით არის და არა მხოლოდ წამყვანის ალექსი ღვინაძე და სანდრო ნავერიანი. აბა როგორ ელოდებით ახლა პრემიერას? სერიაში არ ვარ, ვილაპარაკო მათ ვინც არიან პროზერი. მოლოდი ძალიან ესეთი გვაქვს, კარგი და ზუსტად ვიცით რომ ყოველ შემთხვევაში მე ვიცი ეს ახლა კითხულობს და არის ეს ასე და ხარიდებს კითხე. რო ესეთი კარგი ხარისხის იქნება და რავი, აბა ბახა მოედი რა. პირველად დავთანხმდი სერიალს და იმ რა ქვია იმას. მოკლედ, იმედი მაქვს რომ კაი ხარისხის იქნება, იმიტომ რომ ამდენი წელი თავი ვინახე და ეხა პირველივე სერიალში გავყავი თავი გამოვიდეს ეგრე არ გამოვა. ანუ არ გამოვა ეგრე. ხოდა მოდი ცოტა ანუ არ დაუშვებ. წარმოდგენა რო შეუქმნა. არ დაუშვებ, კარგი გამოვიდა ესე იგი უკვე. რაღაც აი პირველი სერია და მეორე სერიიდან უკვე ძალიან კაი იქნება. პირველი ძალიან კაი, მაგრამ მეორედან ეტყობა რომ უკვე დიდი ტრამპლინი გააკეთა და გაფრინდა. აქ მოდი არ გვინდა რომ მაყურებელი დავასპოილეროთ, მაგრამ იქნებ სცენარისტებმა ძალიან მოკლე ესეთი შესავალი რაზე არის სერიალი, ხო რაღაცა მოკლე სინოფსისი მოყევი, იყო ძალიან მოკლე. მოკლედ არის ახალგაზრდა ბახალას და მისი ბაბუა, რომელიც არის მისტიკური სტუმარი. ხო, პერსონაჟებზე მეგონი ჯობია მე თვითონ მოვყვა. მოდი სანდრო მოყვეს, არ ჯობია, შენ მაინც ლაპარაკობ. აი, მოკლედ ბახალა არის ესეთი უიღბლო ლუზერი ტიპი. ლუზერი არ არის, უიღბლო ტიპი არის, რომელსაც გამოეცხადება ბაბუა. ბაბუა. და ამ სერიალში არსებობს ესეთი თეორია. გამოეცხადება რომ ჩაუსახლდება. ჩაუსახლდება, მაგრამ არის ესეთი თეორია არის ამ სერიალში. რის მიხედვითაც ბაბუის ცოდვები რაღაცას ხო ვიცით, რაღაც მითები არის, რომ ბაბუის ცოდვა შვილზე გადადის და ასე შემდეგ რაღაცა და მოკლედ ეცხადება ბაბუა, რომ გამოასწოროს თავისი შვილიშვილის მოკლედ გატეხილი კარპა. ბეჭი რო ჩაადოს რა ხო. გატეხილი კარპა. და ხო ანუ და ეს კომიკური სიტუაციები იქნება, იმიტომ რომ ბაბუა არის დაახლოებით 60-70-იან წლებში გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭია და არც იცოდა რომ შვილიშვილი ეყოლებოდა, მაგრამ ყავს და თითქმის თანაბარი ასაკის არიან და ბაბუა ძველი რაღაც იმებით თავისი კომპლექსებით და ასე შემდეგ და ბახალა რომელიც ძალიან უიღბლოა და ცდილობენ ერთად რომ კომპლექსო ბახალა. და როგორ მივიდნენ? ზუსტად გავერკვევი დღეს ყველაფერი. ჯერ გარკვეული არ ხარ. ისე რა. ჯერ არ იცნობენ ესენი. ჩვენ სპონტანურად ხო, ჯერ არ გავიღებთ ეცენას და გაიცნობენ. პერსონაჟი მოგვინა ჩავსვავ და მე ჯლიგინებს გიჟივით. სად არის ესე ჩვენი მარიამი? ჩვენ იდეაში მე ერთმანეთს მარიამი იყო. მარიამი იყო? მარიამი იყო თასთან. სოფო, როგორ მოგწონს შენ თამაში? სოფოც შემოვიდა უკვე მეორე სერიიდან. მომწონს ძალიან. თან ამ მსახიობებთან ერთად. სოფო არის თავის წონაში ყველაზე მაგარი მსახიობი, მართლაც. შეაგვარებს საქმეს ეგრე. და საინტერესოა პოსტის პირველი როლია. ისე უნდა ქეზე ძალიან სერიოზულად ფალშების გარეშე. ერთხელ ლეგენდაშიც გადავიღეთ. აგნიუელის ბავშვობა იყო სოფო ასეთი. ხმოდი გადაღებებზეც მოვყვეთ ამ სერიალის ცოტა, იმიტომ რომ ალბათ ძალიან მხიარული და ძალიან სასაცილო. და მოდი ვთქვათ, რომ ეს არც სიტკომია, არც საპნის ოპერაა, სერიალის ტიპზე რო ილაპარაკო. სერიალის ტიპი ახალი არის თავიდან ბოლომდე, ანუ საქართველოში, რაც ყველაზე მთავარი არ არის მოპარული და არ არის რაღაცა გადმოვაკეთეთ. აი ზუსტად მაგაზე გიждები, რომ დამზადებულია საქართველოს. დამზადებულია საქართველოს.
ანუ მე ვარ რეჟისორი და ლევან დაბრუნდაშვილი, ჩემთან ერთად, მაგრამ იმას კამერის უკან უყვარს დგომა და კამერის წინ კომპლექსდება. სხვათა შორის ჩვენ რეჟისორს უყვარს სამაგიეროდ კამერის წინ დგომა, ზურა. ზურა ვერდაშვილი არის ასევე. ერთ-ერთი პერსონაჟი. თავიდანვე ანუ ჩანაფიქრი და კითხვა ქონდა. ზურა ჩვენი რაღაცნაირად რეჟისორი, აუცდენოდით ყველანაირ აი რაღაც შაბლონებს და ასე შემდეგ, რაც ამ გადმოკატავება არ ყოფილიყო და ბოლომდე ყოფილიყო ჩვენი, ბოლომდე ყოფილიყო ქართული იუმორი და გასაგები ყველასთვის ყველაზე ნამდვილი თაობისთვის ასე ვთქვათ. მე მგონი რაღაც გამოვიდა და ანუ ნამდვილი ქართული მინერალებით შესაძლებელი კონცენტრატები. და რა სიხშირით მიმდინარეობს გადაღებები? ყოველ ეს სერია. მოხდება სერია. ზად არის სერია თუ არ იყოს სერიალში ნახე მესამე სერია მეორე სერიაში. და სეზონები იქნება ხო? ხო, მეორე სეზონი ეს ცოტა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში დაიწყო ამის გადაღება. ხო, ეგრე იყო, იმიტომ რომ რაღაც მეორე სერია დაწერილი არ იყო, რომ მესამის გადაღება დაიწყეს. როგორც ეგეთი. შეიძლება მე იქნება დამთავრდეს. მე წავედი სახში, ვიცი რომ არა მაგ დღეს გადაგება დავწიქი დავიძინე. ამ დროს ეკავს პირველის ნახევარზე. მეორე დღეს ხდება გადაღებული ხარ უკვე თუ და მეუბნება რომ ეხა ნახევარ საათში უნდა იყო აქ. მე ნახევრად ჩაცვენი მედიორ გადაგებაზე გონია რომ სახში ვარ და მძინავს ამ დროს გადაგებაზე ვარ და მე გადის ის რომ ამ დროს თურმე გაიმაზა. ეგეთების მაგრამ ბავშვი ვარ რა. ისე კეთა საინტერესო ანუ ბახავა ასე ვთქვათ ახალი ქართული კინოს სახეა. გოგა თეატრითაც ძალიან ცნობილია და ასევე სერიალებით და შენ მაყურებელი მაინც უფრო როგორც თეატრის და დრამის დრამატულ მსახიობს გიცნობს. ეხლა პირველად მოგიწევს რომ სერიალით გამოჩნდა ეკრანზე. კეთა არის თეატრის სახეობებში აი ახალ თაობაში ყველაზე კარგი. ამის ჯგუფი დედას პიცა ვარ მართლა ყველაზე გეთანხმებით ჩვენც. ძალიან გავუმართლ, თამათ მარმაინოსთან გაიარის ძალიან დიდი ტრენაჟი და არ ვიცი. ტრენაჟი გაიარის. კეთა ტროლ თალებზე. თან აი რეჟისორი ყავთ გვერდში თავის ჯგუფელი დააწყდა და მოკლედ აი გაუმართლად ყველაფერში და არიან გიჟები. და მე კეთა მოგაფერეთ პირველად ვიღებ მონაწილეობას სერიალში და დიდი იმედი მაქვს რომ გაამართლებს. რომლის პერსონაჟი ჯერ ვერ გაარკვიე ვინ ხარ ხო? მაგრამ ნელა ვერ ყვე. პრინციპში ამის ბაბუის გამო დაიწყო ყველაფერი ჩემ და მის ბაბუის გამო ხო? ბაბუას უნდა უმატო. შენი ბაბუის გამო ხდება ეს ყველაფერი. გადამხდა თავზე ეს ყველაფერი მე დააბრუნდი იქიდან აქ. კაი, პატარა პერსონაჟი რა როლს ასრულებს? დებია. კეთა და სოფო არიან დები. ეს სოფო არის ცოტა დავასპოილერებ. მე კეთა და ბახალას თავგადასავლები ექნებათ მეორე სეზონში. ეს ხა გაიგე სორიო. ძალიან კარგი თავგადასავლები იქნება. კი, კარგი მშვენიერი თავგადასავლები. საინტერესო, უსაინტერესო. ამფეტი თავგადასავლები. შეგვიძლია. ანუ რომანტიკული გადასავალია თავგადასავლის ბახალა. რატომ უნდა უყურო ამ სერიალს? არა რომანტიკული? არა რომანტიკული. თუნდაც იმიტომ რომ მე ვთამაშო. არ ვიცი, ნუ გეუბნებით ახალი არა სიტკომი და აი კინოსერიალი მე მგონი პირველად ხდება. თან დიდარია ყოფილა აქამდე ხო, არა, არის ჟანრული აღრევა არის, არ არის რა რაღაც ერთი თქვა რა მისტიკა კომედია, ამ ჟანრში რაღაცა. თან სცენარი მართლა კაი არის, ტექნიკურად რამდენად კარგად წავა წინ, მე მგონი უკვე კაია ძალიან ეს სამი სერია რაც ვნახე და მოკლედ ღირს რა დამიჯერმენდეთ. თან ანუ ყველაზე მთავარი რაც არის თავიდან ბოლომდე კინოპრინციპით მიუყვებით რა პრინციპში ეხა სერიალის გამოცდილება არც მე მქონდა და ნუ ლევანს დაბრუნდაშვილს კი ქონდა მაგრამ დებუტანტები ვართ ყველა ხო რა ესეც ჟანრში მაინც ახლები ვართ და ყოველ შემთხვევაში რაც უფრო კარგად ვიცით არის კინო. დაახლოებით მაგრამ სერია პარადოქსის გადაღებით შეშედგება პირველად და მაგრამ რომ ჩვენ სერიალს არ ვიღებთ კინოს პრინციპით ვიღებთ. საერთოდ GD არა, კი. კონკურენტად. არა. პარადოქსი არა, ნუ სხვა ჟანრია და სხვა. და თან რა არის, GDS-ი რომ დაკომპლექტდა თავიდანვე დაკომპლექტდა თუ რა? დაკომპლექტდა. თავიდანვე მოვიდნენ კინოშნიკები მოვიდნენ რა ძალიან ბევრი და ამიტომ რაღაცნაირად მიმართულება იქით წავიდა. ხო და ანუ პარადოქსის შემთხვევაში ყველა სერია არის დამოუკიდებელი როგორც ვიცი და თქვენი სერიალის შემთხვევაში მაინც გრძელ ანუ არის მეორებს ანუ აქ სტორილაინი არის რომელიც აყვევი თავიდან ბოლომდე. ხო ანუ აქ მაინც ხო არა ეს ჯაბა არ გვაყურებინებს ხოლმე ჩვენ არ ვიცით იქ რა შეიძლება. თან რაც გადაგებულა ხო საქართველოში რაც გადაგებულა სერიალი აბსოლუტურად განსხვავდება ყველასგან ჯერ ხარისხით მე
ძალიან მდიდარია რა დევი ყავს კაც დევი ყავს ხო ანუ მისტიკა მარტო ის არ არის რომ შენ ახსდექი თუ დაბრუნდი და მოევლინე თან გრაფიკულია თან რაღაცა ყველაფერი ჩართული ფენტეზი მისტიკა კომედია რაღაცა ჯერ კიდე ყველაფერი წინ არის ჯერ თქვენც არიცით რა გელოდება არა ხო ის დევი სად იქნებ შეიძლება გამომგოს მე აქ თენი ამბები მოხდება რა გონია რომ ცოტა ეროტიკა აკლია აკია შენ ეს მესიჯი იყო სცენარისტებს ალბათ რადგან კომედია არის ეს აღნიშნავს იმას რომ რაღაცნაირად მასხრობა არის მთელი სერიალი რაღაც კონკრეტულ ისტორიას ყვები და კომედია მასხრობის გარეშე კარგი სუპერი მოიგე არის ძალიან ისეთი ძიმე ელემენტები თუნდაც კიდე რაც მნიშვნელოვანია პირველად ხდება შედარებით ჯანმრთელი იუმორით და თან ანეკდოტური პრინციპი არ არის ხდება ამისი ტრაგედიები რაღაცები ბევრი ისეთი ეპიზოდები არის რომელიც უბრალოდ ძალიან ჩუბუქად და იუმორში მოვყევით მაგრამ იდეაში ეს არის რა თან სოფო თამაშობს რა ძალიან მნიშვნელოვანია სოფო ძალიან მაგარია სოფო მაგაში გეთანხმები სოფო არის ამ სერიალის აქ გამომდინარე ესე იგი მაყურებელს ჩვენ ურჩევთ რომ ლივიანტია პატარა 9 საათზე გოგა კამერა თუ გასაკრიტიკებელი ვიქნებით გავაკრიტიკონ იმიტომ რომ ეს ჩვენთვის აუცილებელია შესწავლებზე ვისწავლოთ ხო ესე რა ხო უფრო დიდ იმაში სტიმული გვექნება და რა ვიცი აბა ძალიან ნერვიულობ თქვა ყველა ნერვიულობ არ ნერვიულობ შენ არ ნერვიულობ იცი ამ ხეთ ანუ სცენარისტებს მაინტერესებს სცენარის ხაზი ბოლომდე რაც იქნება სერიალი მაინც მეტნაკლებად უკვე იცით როგორ განვითარდება თუ ჯერ კიდე წერის პროცესში შეიძლება ახალ მაგრამ რაღაცები თავიდან შეიცვალა პროცესი შეიძლება შეიცვალოს დიდი შანსია რომ შეიცვალოს მაგრამ არა ნუ სიუჟეტი ბოლომდე მაინც ძირითადი სტორილაინი რაც არის ანუ თქო სადაც უნდა დამთავრდეს რიც დაიწყო სადაც უნდა დამთავრდეს ის ალბათ არ შეიცვლება აქედან გამომდინარე როგვანახებს რამდენი სეზონი იქნება პირველი სეზონი იქნება ახლა ახალ წლამდე არა იანვრიდან და ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ ბავშვებში ორი სეზონი რა მე აი არ ვიცი თუ ძალიან გაამართლა და ძალიან მოითხოვა მაგრამ შეიძლება დავამატოთ რამდენად ანუ თან პირველი სერია არის რაღაც 5 სერიანი და მეორე 24 სერია იქნება ან რა არის მთელი მოგამი რომ არ გვინდა როგორც საქართველოში ხდება 20 წელი ერთი და იგივე პერსონაჟები ერთი და იგივე სიტუაცია გარემ აი ეს რაღაცები კეპნოთ სადღაც რომ ამოვწურავთ დავიწყებთ თამაშს ისე ალექს საინტერესოა გუშინ ჩვენც რომ მოხდით ამ სერიალის კადრებში ეს რომლის იდეა იყო რომ ერთ-ერთი სცენა მიქსერით ეთერში ხდება მიქსერი მე დავწერთ სერუპს ეგვილია ვნახოთ აი მეგონი მთელი GDS იღებს მონაწილეობას ამ სერიალის მომზადებაში აი შოკოლად თამაში ეს ხამი სუკადრში აი ეს კაცი ვინ არის? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცოდი ეს კაცი არის კეთას მამა. კეთას მამა. კეთას მამა. გასაგებია. აი გორძი გიზი. მართალია ტარიელისა და ალტაბელისა. ეს სალამ შენ გეძინე. აი ეს ერთად თამაშობ სერიალში ხო? შავი მასალა შავი მასალა მოგპარე სამონტაჟიდან. შავი მასალა გაშო. მოკლედ სულას ტარძეთ გახარ. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი არის კომედია, არის ფენტეზი, მისტიკა, რეალობასთან გადაკვეთის წერტილები უფრო ისე აქვს ხშირი და ძაფრი, ვიდრე ვთქვათ სხვა უფრო რეალისტურ სერიალებს. შემიძლია ეს თამამად ვთქვა. ესაა აუცილებელი ალბათ. იმ შემთხვევაშია იუმორი, ვთქვათ, ჩემთვის წვავე და მისაღები, როცა სწორედ იმ საკითხებზე მელაპარაკება, რაც ჩემს გვერდით ხდება. და კიდე ერთ მინდა გავუსვა ხაზი, იმიტომ რომ თვითონ არ მოვიდა და არაფერს არ ამბობს ჩემ მეწყვილე ბატონი ლევანი, რო არა ლევანი მართლა ძალიან გამიჭირდებოდა მეწყვილე და ყველას, ხო, პარტნიორი. ხო, ანუ გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ ლევანი არის როგორი პერსონაჟიც, რანინა მუთვინი ხო გააქვს. აი, წამში ძალიან ბევრ რაღაცას ასწრებს, ფიქრობს, რაღაც მოდის, ანუ ფორს-მაჟორში. იგუში ჩვენ შევესწარით მაგას. გამოძახებით ფორს-მაჟორში ლევან დაბრუნდაშვილი შეგიძლიათ გამოიწევოს და გიშველი. მე უფრო ისე მიყვარს ფიქრი.
დავიშვა ვიფიქროთ. ლევან, ქართული Red Bull. ზურა ვერტაშვილიც როგორ ასწრებს ამდენს რომ თან სერიალში თამაშობს და თან ჩვენი რეჟისორი არის ეგ. თან როგორი საყვარელია. როგორი საყვარელი. რა მაგრაცია მენ. ხო, ძალიან საინტერესო როლი აქვს მასაც. სერიალს და მოდი ცოტა ვთქვათ მის შესახებაც. ზურას როლზე. ხო, ანუ პრინციპში ტრეილერშიც ჩანს, აი ბახალას დედის საქმე რო არის. ნამდვილად სერიალს ხორებაში არ არის. ში დედის. რა ქვია მამობილი ხო თუ როგორ არის? მამინაცვალი. ეგ ძალიან კომიკურია, იმიტომ რომ ბახალა უფრო ისე გამოიყურება ასაკიანად, ვიდრე ზურა და ლევანი მამა. და ზურა რო ეუბნება ნამდვილ მამაშვილური ურთიერთობა გვექნება. მეტი ასაკი გამოიყურებაო და ეგრევე კადრი ახლოს რომ მოვიდა. შეტკელებულს ვაზე მოვიდა და შიგნით. იცი რომ თქვით, აი დების ისტორია როგორ განვითარდება სერიალში, ანუ ხაიმალოს ნახავთ სერიალს. იქნებიან დიდხანს, არ არის ეს რაღაცა მოკლე. არა, რა თქმა უნდა, ისე შემოვიდნენ თან რა არის, თან ბახალას პერსონაჟს როდესაც ვქნიდით, რაღაც თავის დამახასიათებელი შევქმნით, რომ აქ ბახალა არის პროფესიით რეჟისორი და წარმოსახვები აქვს რა, სიტყვაზე აი სანდრო არ მოეწონა რა, რაღაც არ მოეწონა სანდროს ქცევა და წარმოიდგენს რას უზავდა სანდროს რა, აი პატარა ჩართვებია ხოლმე და იგივე რაღაცა შიზოფრენია ჭირს flashbacks of a fool. რაღაცა კავშირი არის ამათ შორის და ნუ მე ისე უნდა დავაჯახოთ ეს. და საინტერესო პატარა სოფო როგორ იპოვეთ? პატარა სოფო, ანუ ყავდა მე რო ის სულ ჩანს. ლეგენდაში გადავიდე რა, იქიდან მახსოვდა რა, ძალიან ცოცხალი ბავშვი იყო. კაშკაშა ვარ. და ის რა მაინტერესებს სცენარისტების შემთხვევაშიც და რეჟისორებთან ორ-ორი ხართ და მაინც ხუთნი არიან სცენარისტები. ხო და აი ვით უმეტეს ხუთი სცენარისტი ერთ აზრი კი გასაგები რომ ერთი თაობის და მაინც მეტნაკლებად ერთი იდეის. არა. ხო, აი კონფლიქტები რამდენად არ ვართ და მაგიტო რაღაცა გამოდის ალბათ. ნუ კონფლიქტებს გულისხმობ იდეურ თანხდებით რაღაცა. ალბათ ეგრეც უნდა იყოს რომ რამოდენიმე სხვადასხვა აზრი იყოს და რაღაცნაირად ან ერთმა იდეამ გადაზალოს ან მეორემ, თორე გამოვა რაღაცნაირად სწორხაზოვანი რა და საერთოდ ესეთი ტიპის სერიალებზე ყოველთვის რამდენიმე სცენარისტი მუშაობს, იმიტომ რომ როდესაც სერიებს ეხება საქმე და არ ეხება თქვა ერთ ფილმს, შეიძლება გაიჭედო უბრალოდ, არ მოგივიდეს, გაცილებით ორიგინალური იდეა კონდეს შენს მეწყვილე. შემდეგ სერიალზე ვილაპარაკოთ, რა ამის მერე რას ვაპირებთ? ამის მერე საქმე. ამის დეტექტივს. რაღაცა გაგვიჭდა იდეები ხო? ეგრე ადგილი. ამის მერე საპირებთ, მაგაზე ცალკე გავაკეთოთ, მაგრამ ქეთა შენ ამან ბოდიში იცის ხოლმე ძალიან ისეთი ჩატენმები რაღაცა ქეხვეწები რა ზომბები იმდენი იძახა რომ რაღაცა ამის იზმარი გადავიღეთ ზომბი მე ხარ რაღაცა აი ჩემა კიდე დეტექტივი ზომბებზე რაც აქ გავაკეთე პატარა სცენა ზომბების ჩვენთან რო შეერთდეთ ეს სერიალი ჟანრებით სახეობებით სიუჟეტებით გამო და იმათ ზომბები ჩვენთან მოხდეს და ჩვენი დები იმათთან რო შედიხარ გაუწებული იქ რო ერთხელ ხო და ქეთა შენთვის როგორია მუშაობა აი ესეთ ცოცხალ და არ ვიცი გიჟგადარეულ ჯგუფთან ერთად ძალიან მარტივი აღმოჩნდა იმიტომ რომ ზუსტად მაქსიმუმ ორ დუბლში ვიღებთ ყველაფერს სწრაფად ხარტად და ხარისხიანად რაც მთავარია ეს ალბათ სახეობების დამსახურებაც არის რომ პროფესიონალები არიან თავიანთი საქმის ჯერ ამათთან არ მიმუშავე მაგრამ ეს სოფო არის მართლა უდიდესი პროფესიონალი რამ ყველა სცენა სოფოსთან მქონდა ზუსტად ორ წამში ვამთავრე თქვენ სოფო მართლა მე მიწევს ხოლმე 9 დუბლი და 8 აი გნახავ დღეს უც საინტერესოა სოფოს ცხოვრება ხა ძალიან შეიცვლება ამ სერიალის მერე ალბათ პატარა ვარსკვლავი გახდება პატარა კი არა დიდი რომელ ეკლესიაში დადიხარ ამ ვარსკვლავობისთვის ალბათ სკოლის გაცდენას უწევს ხო არ ვიცი გადაღებები შეიძლება ისე დროს არის რომ სოფომ ბახალამ მოაცდინე ხო და ვერ გაიგო ნახევარი კი ბახალამ დააბნია მაგრამ მოდი სოფო გითხარი ხა როგორ ემზადები ვარსკვლავობისთვის მოგწონს მუშაობა კიდე გააგრძელებ სხვა სერიალებშიც და ფილმებშიც მონაწილეობას კი ალბათ ძალიან კარგი მოკლედ ალბათ ძალიან მალე სულ ახალი ვარსკვლავი შეემატება ქართულ კინოსა და სერიალს და ტელევიზიას ჩვენ კი წარმატებებს გისურვებთ წარმატებული პრემიერა დღეს ყოველდღე 9 საათზე ამაზე აუცილებლად არ გამოტოვოთ ანუ არ გამოტოვოთ არც გაქვთ უფლება რომ გავაკეთოთ
მოკლედ, ყველას წარმატებებს გისურვებთ, ასევე არხს ვუსურვებ პირველ რიგში წარმატებას, იმიტომ რომ ეს არის არხის პროექტი და ალბათ ერთ-ერთი სახე იქნება სწორედ თქვენი სერიალი. ჩვენ კი ხვალამდე გემშვიდობებით და აქვე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი პარტნიორი არის ესთეტიკური მედიცინის ცენტრი Label Medical და გემშვიდობებით ხვალამდე. ნახვამდის.